დანაშაულის აღმოფხვრას ეხმარება ის, რომ საზოგადოებას გააჩნია დანაშაულის ეს სასჯელის გარდუვალობის შეგრძნება. თავარია იმან იცოდეს, რომ ის გარდუვალად მიიღოს დაუჯელობის და არა სასჯელის რაც შეიძლება სიმკაცრე. რო ავიყვანეთ 40 წლამდე ეს ვადები, ეს არაფერს არ იძლევა გარდა იმისა, იმ მდგომარეობისა, რაც დღეს მივიღეთ პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ ესეც შესაძლებელია და გადასახედია მთლიანად სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. ბატონ გიორგი, ამ პარლამენტის ესე ვთქვათ, მესწავლებს გონიერება და გადაწევენ ამის პარლამენტს ვინ კითხავს, ვინაც უკარნახებენ, აი იმას, ვინც უნდა უკარნახოს, იმას პარლამენტი არის და სხვა პარლამენტის გამოჩნდება და იცი რა საბად. მადლობა გითხრათ, რომ მოხდით, ფიქრობ არა, გულწრფელადგევნებით ახლა რაღაცა კუთხით შეიძლება დასანანით იყოს ჩვენი მაყურებლები, ჩვეულები არიან პოლიტიკურ თემებზე აქ დისკუსიებს და ასობით SMS-ი მოდის და გადის და ეს ყოველდღიურად ყველას ესე ვთქვათ, ხმაურიანი საუბარი არ შედგა მაყურებლისთვის, მაგრამ დამეწუნეთ ყველა საკითხად ესაკლების საიჭროებს და მე გაგახსენებათ, რომ ეს ბიჭები, ეს ორი ადამიანი ფიქრობდა ამ კანონის ესე ვთქვათ მოუპირკეთებაზე, რომ ჩვენ პრობლემა არ შექმნოდა და მე ვფიქრობ, მოგზაურებული წვიგი შეაქვს ტელეკომპანია კავკასიას, რომ გაგახსენეთ ეს საპროცესო კოდექსი ძალიან ბევრ შეიძლება ტკივილად და წვალებად დაუდგეს. მადლობთ, რომ მოგზაურდით ჩვენთან, დაგვებოდეთ ბატონებო. მეორე ბლოკის სტუმარი არის ანების ლიდერი ბატონი გია გაჩეჩილაძე, იგი ბაქოდან ჩამოფრინდა დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა და დამეწუნეთ ძალიან საინტერესო ანალიზით ვისაუბრებთ დღეს. და ბოლოს უკვე ხვალ 12 საათზე ომბუდსმენის ოფისში ადვოკატების პრესკონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა ადვოკატი მოდის იქ. საინტერესო ადვოკატებო, თქვენი ბედი იხსნება და თქვენი შრომის ბედი იხსნება იქ. მადლობთ, დაგვებოდეთ. აგიჯერთ მოგესალმებით ბატონებო და მინდა გითხრათ, რომ ბატონი გია გაჩეჩილაძე გახლავთ ჩვენი სტუმარი, საერთო პარტიის ლიდერი. დიდი მადლობა ბატონ გია, რომ მოგზაურდით ჩვენთან და თქვენ გაქვთ საშუალება ჩვენ გამოვაცხადეთ გულში, რომ ყველა აქტიურ პოლიტიკურ ძალას ექნება საშუალება თავისებური ხედვა ამ განვლილი წლისა და მომავალი წლის პროგნოზებზე ისაუბროს. სანამ საუბარს დავიწყებდით, მინდა მაყურებლებს დავუანონსო, რომ ბატონი ვახტანგ კობახიძის საგამოძიებო ფილმი გავა ჩვენთან 22 საათზე ლევან კალაძის საქმის შესახებ. ამ ფილმის პრეზენტაცია სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა. ფილმში კალაძის საქმის გამოძიების შესახებ ბევრი ახალი დეტალია გამოყლია, რაც ფილმის ავტორის თქმით ადასტურებს, რომ საქმე ფალსიფიცირებულია. მე არ ვიცი, შეაფასეთ თქვენ, შეხედეთ რა დოკუმენტებია, რა ფაქტებია, ფიქრობ საინტერესო არის და ჩვენ ტრადიცია გვაქვს ყველა ჟურნალისტურ გამოძიებას განსხვავებით სხვა არხებისაგან გასმენია ჩვენთან, თუმცა არგუმენტები და ფაქტები იქნება დამაჯერებელი. ინერციით რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება ჩვენთან და იქნება საშუალება ყველა საავტორო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალების ნახევრისა. მაგრამ მადლობა მინდა გითხრათ, რომ მოგზაურდით ჩვენთან და მე როგორც გავიგე, ბაქოში ძალიან საინტერესო შეხვედრაზე ბრძანდებოდი და რა ახალი ინფორმაცია აქვს ეს რადგან წლის ბოლო არის ხულა შეიკრიბებოდნენ იქ და სანამ ის შიდა პოლიტიკურ ანალიზზე გადავიდოდნენ შეგება ვითხრათ აზერბაიჯანში რა ფიქრობენ ჩვენზე აქციონერები ვრცელდებოდა რომ ომი იწყება და რუსები შემოდიან იქ როგორ აფასებენ ამ სიტუაციას შეგება ამაზეც დრო გამოვნახოთ და ვისაუბროთ. დიდი მადლობა ბატონ დავით მოწვევისათვის ჩვენ ტრადიციაც არის უკვე მე მგონი ტელევიზიაში რომ ის ბოლოს 25 რიცაში საინტერესო განცხადებები ვაკეთებთ ხოლმე ყოველი წლის ბოლოს და გაგახსენებთ 2020 წლის დეკემბერი, როდესაც ჩვენ პირველმა მე მგონი არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში გავშიფრეთ თუ რაშია საქართველოს პრობლემა და გაზის ასე ვთქვათ გეოპოლიტიკაზე იყო ლაპარაკი და ის იაგისეს ყველაფერი ისე დამთავრდა ეს ყველაფერი მოგესწრებით. პირველმა ბრძანეთ რომ გასაბერის გაყიდვაზე ინტერესები ვიქონდა და მე ახლა თქვენ სწორედ აღნიშნავთ დღეს ჩამოვედი ეს სულ 1 საათია თუ 2 საათი რაც მე მანქანით ვიყავით სასულები ჩვენი საერთო პარტიის დელეგაცია ბაქოში სადაც
მემარცხენე პარტიების შეხვედრა იყო რეგიონალური გახმა სომხები არის მაგრამ თქმა უნდა თურმე სომხებს ესე იგი თუ სომხური პასპორტი აქვს არ უშვებენ საერთოდ ტერიტორიაზე და ძალიან საინტერესო სხდომა იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იყო რა თქმა უნდა აზერბაიჯანის წვენთა პარტიაც მონაწილეობდა ამ ამბავში და ძალიან შეშფოთებულები არიან იმის გამო რაც ომი მოხდა იმის შემდეგ რადგან ახლა ძალიან ვიქცებია ბაზოგია რომ კიდევ დაეცა ნავთობის ხასი და აზერბაიჯანი ნავთობზე ვირიცაჩი და მეუბნებს გავიგე გაყინულა იქ შერებლობები და ყველაფერს აკონსერვებენ შეშფოთების მათი ძირითადი მიზეზი გახდა ბატონ დავით რომ ამ ომმა შეუქმნა თვითონ აზერბაიჯანს როგორც სახელმწიფოს პრობლემა, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ დერეფანი, რომელიც თასოს მნიშვნელოვანი ევროპისათვის და აზერბაიჯანიდან და შუა აზიიდან გამოსული ასე ვთქვათ ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს ამ კორიდორში ფაქტიურად ამ ომის შემდეგ გადაიქცა დროებით საცობად. ამიტომ მათი განვითარებას და მას პოლიტიკურ დამოუკიდებლობას შეეხო ეს ძალიან და საფრთხე შეუქმნა. იმიტომ თუ ეს დიდხანს გაგრძელდა ესეთი მდგომარეობა საქართველოში, მაშინ ისინი იძულებული იქნებიან, რომ ეს თავისი რესურსები რუსეთის საშუალებით გაატარონ ევროპას. გარკვეული ნაწილი, ხო. ამიტომ ძალიან ესე იგი შეშფოთებულები არიან, რომ აი ამ სისულელემ, რომელიც აქ სააკაშვილმა ჩაიდინა, უზარმაზარი დაარტყმა მიაყენა თვითონ სახელმწიფოსაც, აზერბაიჯანსაც და მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასე ვთქვათ, მიაყენა ზიანი და საფრთხე. ასე რომ სერიოზული სხდომა იყო და ჩვენ იქ ბევრ რამეზე შევთანხმდით ჩვენ ესე იგი გვინდა რომ რაღაცა პროცესი დავიწყოთ რომელიც სომხეთის ჩაერთვება იმიტომ როგორც ჩანს ჩვენი თავი ჩვენ თუ არ გადავარჩინებთ გარედან აი ეს ჭიდილი და ეს ომი რომელიც ამ რეგიონის დათრევისათვის მიდის სულ ასეთი მნიშვნელობით არ გამოვა თუმცა ძნელი იქნება ამასთან გიგანტური ძალები მონაწილეობენ მოიხსენება სამ რეგიონში ინტერესების გადანაწილებისათვის და მაგრამ მაინც საზოგადოებრივი ერთობა და არა მარტო საქართველოს შიგნით საზოგადოების ერთობა რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ასე ვთქვათ პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორების ერთობა ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება რომ ჩვენს უყველამ მოვახერხოთ ჩვენი პოზიციების გაძლიერება და ასე ვთქვათ როგორმე ჩვენი ნება დავაფიქსიროთ. ამიტომ ამაზე იყო საუბარი და მე უნდა გითხრათ რომ ძალიან გამიხარდა ის რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი თანახმა არის და მოხარულიც არის სომხეთის პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობისა და ურთიერთობისა. აი საინტერესოა ხერა, მაგრამ ასემეზე არ აკითხოთ რა უკაცრავ. ძალიან დიდი მნიშვნელობა გაიხსნა რამდენიმე დღე თუ კი იყავით იქება მითხრათ იქ ზნობა თუ არა იქ აი განსაკუთრებული ინტერესი და ვტოვა თურქეთისა შუა აზიისაკენ და აზერბაიჯანისადმი სიახლოვის რაღაც ფაქტორება და რაღაც ჩაგაღმავება. იქ როგორც ძალიან საუბარი იყო ბატონ დავით და გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით მემარცხენეებთან რომელიც მოგეხსენებათ ყოველთვის გამოირჩევა თავის პატრიოტული მიდგომებით მემარჯვენეებისგან განსხვავებით იმიტომ რომ მემარჯვენეები უფრო ეს ბურჟუაზიულ ასე ვთქვათ მატერიალისტური საფუძველზე დგანან და მათთვის ასე ვთქვათ სხვა ღირებულებები უფრო ძირფასია ვიდრე თუნდა ეროვნული და აქედან გამომდინარე იყო ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა რომ ძალიან აქტიურად მიდის როგორც ჩანს რაღაც აგენტურის საშუალებით თუ საზოგადოებაში აზერბაიჯანის მოსახლეობაში ესეთი ინფორმაციის გავრცელება რომ თითქოს არის რაღაცა სქემა რომლის საშუალებითაც ირანის ომი თუ დაიწყება ირანის გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფის ჩრდილოეთ ირანი მიეკუთვნება აზერბაიჯანს თავისი საბადოებთან ერთად რაც აზერბაიჯანს ესე გახდის უზარმაზარ ასე ვთქვათ უძლიერეს სახელმწიფოს და ეს იდეაო ესე იგი ასეთი იმითი არის მოწოდებულიო რომ ესე იგი великий Азербайджан რაღაც ესეთი და მე თვითონ ესე იგი შევაგებე ის რომ აი სომხებსაც აქვს მეთქი რომ великая Армения და ალბათ მეთქი 21 საუკუნის ბოლოს მეთქი იქნება ორი უზარმაზარი იმპერია და დამიწაზე ეს იქნება ესე იგი великая Армения და მეორე იქნება великий Азербайджан ამაზე მოკვდნენ სიცილით თუმცა უკვე დავამატე რომ არ არის კიდე ერთი სუბიექტი რომელსაც ამის პრეტენზია აქვს ახლა